ნუ ხელისუფლება არის გაკოტრებული და ისინი არიან მტრების ძიებაში, მათ ჭირდება ტრისხატი და სხვადასხვა დროს ეს ტრისხატი არის სხვადასხვა რამე და სხვადასხვა ვინმე. მეტი არაფერი, უბრალოდ ისინი ვერ ლაპარაკობენ იმაზე, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორ გამოსწორდება ჩვენი ეკონომიკა, როგორ გამოვა საქართველოს იზოლაციიდან და მთელი ყურადღება გადააქვთ თვითონ ბჭყალებში, სკანდალებზე, თანაშაულებზე ბჭყალებში და მტრების ძიებას. თუმცა მაშინ როდესაც გამოაშკარავდა ამ ორგანიზაციების საქმიანობა, თითქოს შეიცვალა გარკვეული სახელმწიფოების ტაქტიკა, ასე ვთქვათ, და მიდგომები. მე არ ვიცი რას გულისხმობთ გამოაშკარავებაში. თავად მუშაობდნენ ამ ორგანიზაციაში, თავად იყვნენ დონორები, თავად გასცემდნენ გრანტებს, თავად იყვნენ რეგიონალური დირექტორები. მათ უნდა ვკითხოთ რა დანაშაულებს შედიოდა ზღვაში. თან გახსოვს იგივე ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებიც ამასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არის მემარჯვენე პოლიტიკური ძალა და იქ ხედავს მემარცხენე იდეოლოგიურად მისთვის მიუღებელ პროექტებს და ადამიანებს. მე არ მგონია მემარცხენეობა მემარჯვენეობის გამო აკრიტიკებდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ივანიშვილის რეჟიმი. მათთვის თავარი არის ტრისხატი. და ამავე თემაზე კითხავს თქვენ ეკონომიკური განვითარება ახსენეთ და ასევე ვარაუდობთ რომ deep state-ის მიზანი არის რომ თუ მეორე ფუძე საჭიროება აღარ იქნას ეკონომიკურად ჩამოაქციოს საქართველოს. აი ამ ნაწილშიც რა უპასუხოთ? ეს deep state-ი სინამდვილეში ამერიკაში ნიშნავს ბიუროკრატიას, ეს არის კონფლიქტი არჩეულ თანამდებობის პირებსა და დანიშნულ თანამდებობის პირებს შორის, ესე ამერიკაში ჩვენთან ეს არის რაღაცა ბუა ომის ძალები. რომელიც რა ვიცი, წარმომავლობა არის გაუგებარი. ისინი საუბრობდნენ, რომ deep state-ი არის დაკავშირებული BlackRock-თან და ჩვენ ნახეთ, რომ BlackRock-ი დღეს არის მთავარი დასაყრდენი ტრამპის ადმინისტრაციის. ასევე კითხავ ჯაფარიძის სტატუსზეც, მან გამოაქვეყნა სტატუსი, რაც ამბობს, რომ რა შეიძლება თქვნეთ ფულსო, ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ყველანაირი საერთაშორისო დახმარება, მათ შორის გარე სესხები, ასევე საჭიროა სექტორული ეკონომიკური სანქციებიო და ასევე ქართულ ბანკი უნდა შეეხსნას ყველაფრისგან და უნდა შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, იქაც სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნებაო. ასევე ისაუბრა თუ რა უნდა უქმნათ ელიტასო, ყველას ვინაობა უნდა იქნეს დადგენილი, გასაჯაროებული, ერთიანი ბაზა უნდა გაკეთდეს და მათი საჯარო გაშავება უნდა მოხდესო. აი თუ ეთანხმებით ამ ნაწილში ჯაფარიძეს, ანუ ესეთ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მარტივი ფორმულა არის, ვიზე უნდა გავრცელდეს სანქციები. ეს ამ ხალხმა, ვინც ძალადობს, ვინც დემოკრატიას გამოუთხარა ძირი, ვინც ადამიანებს სახიზულებით ჩაუნტრია და ვინც ამას ასპონსორებს და ამ ხალხს ეხმარება, ყველამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. მათ შორის უნდა შეექმნათ დისკომფორტი, ეს იქნება ეკონომიკური თუ პოლიტიკური, თუ ადამიანებს სიტყვის თავისუფლების გამო აჯარიმებენ, ცემენ, 5,000 ლარიან ჯარიმებს უწევენ, უკანონობას ვინც ჩადის, კონსტიტუციას ვინც არღვევს, ვინც ძალადობს ხალხზე, იმ რატომ არ უნდა აგოს პასუხი. მარტივი ფორმულა არის აქ. მოვეძებთ აქაც ვიღაცა ტრისხატს ქართულმა ოცნებამ თავად გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, როცა უარი თქვა ადამიანებთან, საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე და მათი საუბრის ენა გახდა დარბევა, ცემა, დაპატიმრება და ჯარიმება. თუმცა ეკონომიკურ სანქციებზე როცა საუბრობთ, ეს უბრალო მოქალაქეებსაც შეეხება და ამ შემთხვევაში შემდგენად გამართლებულია. ამ ნაწილში თუ ეთანხმებით არასდროს ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქე დაზიანდეს. ჩვენი მიზანი არის და სწორედ ამიტომაც არის, რომ სანქციები პერსონალური არის, რომ დაზიანდეს დისკომფორტი შეექმნას, შეეზღუდოს ძალადობის სივრცე იმ ხალხს, ვინც აფინანსებს, ვინც ახალისებს, ვინც ბრძანებას გაცემს და ვინც ასრულებს უკანონო ბრძანებებს და ჩადის ძალადობას. ბატონო პატა, თუ შეიძლება deep state-ის საკითხს დაუბრუნდეთ ამ კანდიდატის სტატუსს. თქვენ გამორიცხავთ, რომ აი ბოლო მიმდინარე პროცესები თუნდაც სკანდინავიის ქვეყნების, ან ბალტიის ქვეყნების, ჩვენ გვახსოვს სანქციები, ეს იყოს მართული პროცესი, როგორ ფიქრობთ? ესეც არის კოჭლი პროპაგანდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის მსახურები და ხელის ბიჭები უფრო სუვერენულები არიან, ვიდრე ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რომელიც არის ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის აბსურდი, სრული აბსურდი. ბიძინას ხელის ბიჭები, რომლებიც ერთი ხელის თითის აქნევაზე მზად არიან, უკანა ორ ფეხზე დადგნენ, საუბრობენ, რომ ბალტიისპირეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და სკანდინავიის ქვეყნები ყოფილა თურმე დაპყრობილი გლობალური ძალების მიერ. თქვენ ნუ ხო, გვინდა მართული თქვათ, ჩვენ უფროსშორსა წავიდეთ, გლობალური ჩამოაშორეს რუსებმა და ომის ძალები დატოვეს პროპაგანდაში, არანაირი სხვაობა რეჟიმის პროპაგანდასა და
რუსულ პროპაგანდას შორის ფაქტურად არ გვაქვს. კი ბატონო, არჩევნებში თუ მონაწილეობას თვითმმართველობის. ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, ეს არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. ხალხი 100 დღეზე მეტი არის ქუჩაში, ჩვენ ეს დღისასრიგი გვაქვს, ეს მოთხოვნები გვაქვს მაგიდასთან და სხვა არჩევნებს არ გამიხილავთ. თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ თუ არა? ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ გამიხილავთ, ვინაიდან ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ხო არ არის გამოწვეული შიშით, რომ ხარდაჭერა არ გექნებათ. შიში რა შუაშია, ნახეთ რა მარტივად არის საკითხი. ესე იგი არჩევნები იყო გამჭვირვალე, დაიღვა ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ფარულობა და ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე რეჟიმი იგივეს და იმაზე უარესად არ გააკეთებს. ამიტომ ხელის გაშვერა ჩვენსკენ არა, ხელი რეჟიმისკენ, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხაზარაძეზე მინდა ბატონო პატა ჩვენ გახსოვს ანაკლიის სპორტის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესები, მამუკა ხაზარაძემ გადაიხადა დაფასებული $650,000. როგორ ფიქრობთ? მისი ეს მოქმედება რას ემსახურება სახელმწიფოს სასიკეთოდ გააკეთა თუ როგორ აღიარება ანაკლიის პროექტის ჩადების? ეს არის პროპაგანდა კიდევ ერთხელ ვაბო, მტრების ძიების, უბრალოდ ხალხის მტრების ძიების, ძველი კომუნისტური ბოლშევიკური. არაფერ შუაში არ არის ხაზარაძემ რა გადაიხადა იმასთან, რომ დღეს ქვეყანა არის იზოლაციაში. დღეს საქართველოს დემოკრატიული ქვეყნებისგან არის სრულ იზოლაციაში და იმიტომ არის რომ დადიან ტაჯიკეთში და თურქმენეთში და ირანში და რა ვიცი, ვენესუელაში. ხო თუ წარაპირებდა გადახდას როგორც გვახსოვს და არც არ ვიცი, მე ეს არ ვიცი კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული პოლიტიკოსის გადახდა არ გადახდაზე. ჩემგან კომენტარი არ იქნება სწორი, არ ვიცნობ საქმეს იმ დონეზე რომ ერთი რაც ვიცი რომ საქართველოს ანაკლიის სპორტის სტრატეგიული მნიშვნელობა დააკარგინა და არაშენდა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცნობილი გამოთქვით რომ ამერიკელებს და დასავლეთს რა უნდა შავ ზღვაში. რატომ? იმიტომ რომ იქ უნდა იყოს რუსები, რომ ნოვოროსიისკის სპორტს შავ ზღვაზე არ ყავდეს კონკურენტი. აი ეს არის ღალატი და არა ის ვიღაცამ 600,000 გადაიხადა თუ არა. ერთსაც ბატონო პატა, თქვენ თქვით რომ თქვენი თავარი მიზანი არის რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. აი როგორ აპირებთ რომ მიაღწიოთ იმას რომ ქართული ოცნება აიძულოთ ვადამდელი არჩევნები საპარლამენტო ჩაატაროს და ასევე ან გარდა იმისა რომ თქვენ ანუ ვიყავით ვიზიტით ბრიტანეთშიც იყავით გიორგი ვაშაძე იყო და გარდა იმისა რომ ხელისუფლების წარმომადგენლებით სანქცირებაზე მუშაობთ ანუ სხვა როგორ გესახებათ ამ ხელისუფლების შეცვლა ორი საკითხი არის რომელიც რეჟიმს აიძულებს რომ წამოვიდეს კომპრომისზე ეს არის იზოლაცია ხალხისგან ქვეყნის შიგნით რომ არ მქონდეს არანაირი აღიარება და არც აღიარებს არავინ სერიოზულად ივანიშვილის და მის მსახურებს და ქვეყნის გარეთ იცით რომ ფაქტობრივად ქვეყანა არ დარჩა დემოკრატიული რომელიც ხელს ჩამოართმევს რეჟიმს ეს უნდა გაგრძელდეს და მე არ ვიძახი რომ ერთმა მხარემ უნდა დათმოს ყველაფერი სიმართლე უთხრათ ხალხს ესე არ გამოვა მაგრამ სადღაც შუაგზაში ხალხი და ეგრეთ წოდებული რეჟიმი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეხვდეს ერთმანეთს ისე არ გამოვა ისე რეჟიმს ვინც ართმობს არაფერს დაკარგავს ყველაფერს ეს უნდა იცოდეს რეჟიმი. ლელუში მიმდინარე პროცესებზეც კითხავთ, ლევან სუცქეთიძემ დატოვა კოალიცია. მართველი გუნდის განცხადებით ეს ერთგვარად შეიძლება აღვქვათ როგორც პარტიის ჩამოშლა. როგორ შეფასებთ თქვენ მის გადაწყვეტილებას? სიამოვნებით პატივისცემით ვისმენთ ყველა თქვენ კითხვას და ვერც ერთი კითხვა ვერ ვნახე დაკავშირებული საქართველოსთან, მის გეოპოლიტიკასთან რა გვეშველება როგორ დავძლევთ იზოლაციას როგორ დავძლევთ იმას რომ საქართველოს მეგობრების და მოკავშირეების გარეშე რჩება და მეკითხებით იმან ვიღაცამ ფული არ გადაიხადა რომელიღაცა პარტიაში ეგ არის საქართველოს პრობლემა ახლა რომ პრობლემა არის ოპოზიციის მაგას გეკითხებით ოპოზიცია მიხედავს თავის თავს ჩვენ ვისაუბროთ იმ რეჟიმზე რომელსაც ხალხის წინაშე სამწუხაროდ სხვა ვარიანტი არ არის აღებული აქვს ჯერჯერობით უკანონოდ პასუხისმგებლობა. ეს რეჟიმი, რომელიც არის, რასაკეთებს ხალხისთვის, რასაკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. თქვენ მესაუბრებით რაღაცაზე მიმდინარე პროცესზე. მე გიკითხებით, რეჟიმი რასაკეთებს? კი ბატონო, ჩემთვის არსებითი არის, რასაკეთებს რეჟიმი იმისთვის, საქართველოს არ იყოს იზოლაციაში და რასაკეთებს რეჟიმი იმისთვის, რომ საქართველოში არ გაღმავდეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. დავუსვამთ ამ კითხვებს, მაგრამ ამაზე თუ შეგიძლიათ რომ არ ვიცი, სხვა პარტიებში მიმდინარე საკითხები არ არის ჩემი განხილვის საგანი. არაკორექციაში როგორ განაწილდება, თქვა, გექნებათ ისო პარტნიორობა მათთან? ლეოსთან. არანაირი პარტიული შიგნით, კოალიციების შიგნით
გადაჯგუფებები ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს, რა თქმა უნდა, მივესალმებით ბევრ ძლიერ პარტიას და კოალიციას, რა შუაშია. ბატონო პატაიცინა კითხულზე თქვენ ახსენეთ, რომ ორივე მხრიდან უნდა იყოს გარკვეული დათმობები და ამ დათმობებში რა იგულისხმება, ანუ მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ქართულ ოცნებსა და რას გულისხმობთ? ჩვენ აქტიურად ხალხს გაცხადებული აქვს 100 დღე ისტორიას არ ახსოვს. 9 აპრილის შემდეგაც არ ყოფილა 100 დღიანი პროტესტი. 100 დღეზე მეტია ხალხი არის ქუჩაში და ეს ხალხი არსად არ აპირებს. ბუნება იგუძებს, ჩვენ რა გვჭირდება სინამდვილე? სამი რა გვჭირდება? ეხლა პროტესტი და გვჭირდება ხალხს, ხო? ერთი რომ რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს. უნდა ვთქვათ სიმართლე, რა ხდება, როგორ არის, მარტივი არ არის, რთული ბრძოლა გველოდება. მეორე საკითხი ავიღოთ პასუხისმგებლობა და მესამე საკითხი მიმოქმედოთ. აი ეს არის სულ გეგმა და ამას აკეთებს ეს ხალხი 100 დღეზე მეტია. ეხლა მთავარია ხალხმა ერთიანობა აჩვენა, ოპოზიციამ და ოპოზიციის ლიდერებმაც აჩვენოს ერთიანობა. უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, იმიტომ რომ ოპოზიცია და ხელისუფლება პირობითია, იმიტომ რომ რეჟიმი რომელიც იტაცებს ძალაუფლებას, ხელისუფლება არ ქვია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისთან ამოსავალი. თქვენი აზრით არის თუ არა და ანუ აღიქვათ თუ არა ეს განცხადება როგორც ქვეყნის შიდა საქმის ჩარევა? თელ დასავლურ სამყაროს რო გლობალურ მომიზალებად ვაცხადებთ და დემოკრატიას ვასწავლით, მთელ ევროპას, ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლებას იწუნებენ და ევროპაში და საფრანგეთში დემოკრატიას, ეს ხალხი საუბრობს იმაზე, რომ საფრანგეთის ელჩმა რატომ თქვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. რაღაცა აბსურდის თეატრია, ხო? ანუ ისე გამოდის, რომ ესენი ყველას და ყველაფერს ლანძღავენ თელ მსოფლიოში და მეგობარი რომ იგითითებს, რომ დემოკრატიული თუ გინდა ჩვენი ნაწილი გახდეთ დემოკრატიის სტანდარტით არჩევნები ჩაატარება, თურმე ეს ყოფილა შიდა საქმეების ჩარევა. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს, ბოლშევიკებიც ზუსტად ასე იძახდნენ, რომ ნუერევით საქართველოს შიდა საქმეებში ნუერევით და შემდეგ კი ნახეთ ყველამ რაც მოხდა. მეხუთე დღეა ისფედი პროკურატურას არ გზავნის საქმის მასალებს შედეგებს სიდიაში ტვიტის. რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ამდენი დრო საჭირო, როცა გამზადებული მასალები და რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? ჩვენი აზრით არის თამაში, ეგრეთ წოდებული, ვითომ პროკურატურა გამოძიებას ატარებს. ყველა მიცით რომ თავარი გაყალბება ხილული რაც იყო, დაკავშირებული იყო გამჭირვალედ, ანუ გაჟონა ეგრეთ წოდებულმა, ხო, ბიულეტენმა. იყო თხელი ფურცელი, არ შეესაბამებოდა სტანდარტს, კალამიც არ იყო შესაბამისი. ფარულობა რომ დაირღვა, ამაზე უნდა მიდიოდეს გამოძიება და ისინი გამოძიებას ატარებენ ისვედმა რა მონაცემები შეადგინა თურმე. აბსურდის თეატრის მორიგი სცენა არის, რომ მტრები ჭირდებათ, მტრის ხატი ჭირდებათ. ეხლა იგონებენ მტერს. მე პროკურატურას მივცემ მისამართს, გამოიძიონ, საიდან გაჩნდა ის ქაღალდი და ის კალამი, რომელმაც ფაქტიურად არჩევნების ფარულობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.